ტრავმული გამოცდილებები ილექება ადამიანის ფსიქიკაში და ორგანიზმში არა მხოლოდ როგორც მეხსიერებაში დარჩენილი გამოცდილებები, არამედ როგორც სხეულებრივი, ემოციური და ქცევითი შაბლონები, რომლებიც დროთა განმავლობაში იყალიბდება. ბავშვობაში ტრავმულ გარემოსთან ადაპტაციის პერიოდში ჩამოყალიბებული ქცევები ხშირ შემთხვევაში არის თავდაცვის მექანიზმები, რომლებიც ბავშვობაში აუცილებელი იყო გადარჩენისთვის. მაგრამ ზრდასრულ ასაკში ეს ქცევები თუ ჩვევები შესაძლოა შემზღუდველი გახდეს და მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. კომპლექსური ტრავმა არა მხოლოდ მენტალურ მდგომარეობას ცვლის, მისი ზეგავლენა უფრო ფართოა. ის გავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ, ფიზიკურ და ქცევით დონეზე. კომპლექსური ტრავმა ვლინდება ემოციური დისრეგულაციის სახით. ადამიანებს კომპლექსური ტრავმით უჭირთ ემოციების რეგულაცია, განიცდიან გადაჭარბებულ და უკონტროლო ბრას, სასოწარკვეთა შფოთვას. გამოირჩევიან დაბალი თვითშეფასებით, თვითკრიტიკულობით და სირცხვილის განცდით. იდენტობის ფორმირების პერიოდში აწყდებიან სირთულეებს. უჭირთ ადამიანების ნდობა, ან პირიქით განიცდიან ემოციურ გაყინვას, დისოციაციას და თრგუნავენ გრძნობებს. კომპლექსური ტრავმა ეს არ არის სისუსტე, ეს არის ორგანიზმის ნორმალური რეაქცია ხანგრძლივ და განმეორებად ტრავმულ მოვლენებზე.